Hey, Steven, შემოწმებას ვაკეთეთ. აქ კარგი დღე მაქვს. სასიამოვნოა, ნათელი და მზიამია და ვცდილობ ვიდეოს გადაღებას. უკვე რამდენიმე ასეთი ვიდეო გადავირე და გულწრფელად რომ თქვა, ძალიან მშვიდად ვარ. რთულია ასე ვთქვათ, ყველაფრის ერთად მოყვანა ამ სიმშვიდის ფონზე. მაგრამ ჰეი, გავაგრძელოთ ეს ვიდეოები, მანამ სწორად არ გამომივა. ალბათ უნდა ვილაპარაკოს მასზე და მის მიტოვებაზე. ეს შეიძლება ზოგიერთ ადამიანს დაეხმაროს. რაც მის შესახებ გავიგე არის ის, რომ სმა მაიძულა რაღაცის გააზრება. ძვირფასი გაკვეთილი, ალბათ ასე ვიტყოდი, ისაა, რომ ჩვენ ალკოჰოლის მისას საქმე ბედნიერების დაგეგმამდე მიდის, ხომ გესმით? ეს სწორედ ასეა. როცა ალკოჰოლს სვამ, შენ გეგმავს შენს ბედნიერებას. როცა სმის მოყვარული ხარ. შენ გეგმავს შენს ბედნიერებას სამუშაოს შემდეგ, ვახშმამდე. გეგმავ ბედნიერებას ვახშმის შემდეგ და გეგმავ ბედნიერებას შაბათ-კვირას. ყველაფერი სმის გარშემო ტრიალებს და სასაცილოა, რადგან შეგიძლია იყო ბედნიერი სმის გარეშეც. და პრობლემა ალკოჰოლის სმაში ისაა, რომ ის შემოდის როგორც სატვირთო მატარებელი, როგორც დიდი მანქანა, რომელიც რაღაცას მოაქვს, ხომ ასეა? და ამ მანქანის ფორმა, მთლიანად ამ მანქანის ფორმა არის ბედნიერება, ხომ ასეა? მაგალითად, და ასე შემოდის, თითქოს ბუშტივით, ხომ ასეა? და ისიც ბუშტივით ხება. და პრობლემა ისაა, როცა სულ სვამ. ეს ბუშტები უფრო ხშირად მოდიან და ეს არ ღვევს შენს ბედნიერების საბაზისო დონეს. ამიტომ ვეღარ ხვდები სად არის ეს დონე. და მერე შენი ახალი საბაზისო დონე ხდება სწორედ ამ ბედნიერების ბუშტის სიმაღლე, არა? და ეს უკვე ცუდი მდგომარეობაა ცხოვრებაში. ახლა მეც ვსვამდი ადრე, რადგან ხომ იცით ბავშვების გაზრდა, მათ ჯერ არ იციან როგორ აკონტროლონ საკუთარი თავი. ამიტომ ასე თქვათ, ყველაფერს შენზე ანთხევენ, ხომ ასეა? და იცით, ამის მართვის სხვადასხვა გზა არსებობს, მაგრამ მე ალბათ არასწორად ვიქცეოდი. თუმცა ბევრიც ასე იქცევა. უბრალოდ იტან, კლაპავ და ცდილობ გადააქციო ეს ენერგია. მოგვიანებით საღამოს, როცა ყველა უკვე დაძინებულია, რჩები გაღვიძებული, სვამ რამდენიმე ლუდს, აკეთეთ იმას, რაც შენ გინდა საკუთარი თავისთვის. ჩემთვის მაგალითად ეს იყო პროგრამირება, ხომ ასეა? და არა ჯანსაღი საჭმეს ჭანა. აი ასე ცდილობდი ამ ნეგატიური ენერგიის გარდაქმნას, ხომ ასეა? უბრალოდ ბაღაკებით. მაგრამ ეს ხომ ბესმით? არ არის ჯანმრთელი. ამის უფრო ჯანმრთელი გზებიც არსებობს. და ასე რომ სმა შევწყვიტე მაშინ, როცა ჩემი ქორწინება ცუდად წავიდა. რადგან ჩემთვის სმა ყოველთვის ასოცირდებოდა სადღესასწაულო მოვლენებთან. ამიტომ როცა ყველაფერი ცუდად წავიდა, ჩემთვის აღარც იყო რაიმე საზეიმო მიზეზი. და ასევე იმიტომაც, რომ საქმე მქონდა ადვოკატებთან, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ჩემი განადგურებას. ჯერ კიდევ ასეა მგონი. მეც უნდა შემენარჩუნებინა დაბონიერება. ასე რომ ხო, ამის შემდეგ აღარ დაგვილევია. და ეს კარგი რამ აღმოჩნდა, რადგან შევამჩნიე კიდეც, რომ ის ბუშტუკები, რაც სმას ახლავს, უბრალოდ ხმაურია. ეს კი ხელს უშლის შენს კავშირს ღმერთთან და სულთან. ამას რომ მოიშორებ უკვე და კიდევ თავიდანაც ხობ იმას თუ რას ნიშნავს შენთვის ბედნიერება. და პოულობ ახალ საწყის, რომელიც ბევრ ამაში ეფუძნება პრინციპს, ნაკლები ნიშნავს მეც. ალბათ, ასე რომ, ხო, ეს კარგი რამე ხარ. ჰუსაც დავზოდახდია. იმედი ეს დაგეხმარებათ, რომ უბრალოდ გადმოავკვირიოთ ეს ყველაფერი და თუ გამოგადგებათ, კარგი, თუ არა. სიყვარული თქვენ ყველას მერე გესაუბრებით. ნაყავდის.